2026 წლის 19 ივლისს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რაღაც ისეთი, რაც ზედაპირზე არაფრით განსაკუთრებულად არ გამოიყურებოდა. რაც იმ დღეს წარადგინეს, თითქოს უბრალოდ კიდევ ერთი საზღვაო დრონი იყო იმ მრავალთაგან, რაც უკრაინამ 2022 წლიდან გამოიყენა. ეს კონკრეტული კი იყო უპილოტო ზედაპირული ხომალდი, რომელიც საბრძოლო მყინთავთა დანაყოფმა ააგო. მაგრამ დეტალი, რის გამოც ეს განსაკუთრებული იყო, თვითონ ნავი კი არა, არამედ ის იყო თუ ვინ ააგო იგი. ეს დანაყოფი არის ომეგა, უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების ცენტრი. მისი მყინთავთა დანაყოფი იგივე გუნდია, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე დრონის საშუალებით გაანადგურა რუსული Su-24M ტიპის ბომბდამშენი საკის საჰაერო ბაზაზე, ოკუპირებულ ყირიმში. მან გაანადგურა იგი მანამდე, სანამ ბომბდამშენი შეძლებდა გაფრენას დარტყმის მისიის შესასრულებლად. ის ადამიანები, რომლებმაც ააფეთქეს ის რუსული ბომბდამშენი ციდან ჩამოყრილი იარაღით, იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან ნავებს, რომლითაც უკრაინული დრონების ახალი თაობა ზღვაში გავა. ჩვენ გვინდა ეს ვიდეო სწორედ იმ ნავს დაუთმოთ. ასევე იმაზე თუ რას ამბობს ეს იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებს უკრაინა საზღვაო ომს ძალიან შეზღუდული ფლოტით და იმ მრავალწლიან საზღვაო დრონების ინოვაციურ გზაზე, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გელი გახადა. ბომბდამშენის ოპერაცია აქ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ამ კონკრეტული ნავის ისტორია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივი მორიგი გაშუქება მორიგ დრონზე. Su-24M-ები მხოლოდ ერთ-ერთი იმ თვითმფრინავთა შორისაა, რომლებიც გამოიყენებოდა უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე მდებარე პოზიციებზე პლანირებადი ბომბების დასაგდებად. ამიტომ ერთის განადგურება მანამდე, სანამ ის აფრინდება, სტრატეგიულად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრონის ჩამოგდება ან გემის დაზიანება ზღვაში. თუმცა ეს ასევე მნიშვნელოვნად უფრო რთულია. ეს მოითხოვს, რომ ადამიანები ფიზიკურად მიუახლოვდნენ ძლიერ დაცულ რუსულ ავიაბაზას და ფაქტობრივად ხელით შეასრულონ ეს საქმე. ეს არის იმ დანაყოფის რეზიუმე, რომელმაც შემდეგ თავისი საზღვაო დრონით შექმნა. ეს არ არის კვლევისა და განვითარების ჯგუფი, რომელიც ბრძოლას სხვისი ოპერაციის შემდგომი ანგარიშიდან სწავლობს. ეს არის სპეციალური ოპერაციების დანაყოფი, რომელიც ტექნიკას ქმნის იმ მისიების მიხედვით, რომლებიც მისმა წევრებმა თავად განახორციელეს. მოდით დავითხოვთ იმით, თუ რას ააშენა ომეგას ჯგუფმა, რადგან დეტალებს მნიშვნელობა აქვს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხომალდი შეიმუშავეს მყინთავთა დანაყოფის ინჟინერებმა უკრაინულ სამოქალაქო IT კომპანიასთან პარტნიორობით და არა ქვეყნის ცენტრალიზებული თავდაცვის შესყიდვების სისტემის მეშვეობით. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნავი აღჭურვილია იაპონური წარმოების Suzuki-ს გარეძრავით და სატელიტური კომუნიკაციის ტერმინალით, რაც მიუთითებს, რომ პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაოს და დარჩეს კავშირზე ოპერატორებთან ვიზუალური დიაპაზონის მიღმა. ნავი პირდაპირ აღწერეს როგორც დედა გემი, რომელიც ატარებს FPV დრონებს, რომლებიც შემდეგ მიფრინავენ მტრის გასანადგურებლად. ესაა მთელი კონცეფცია ერთ წინადადებაში. ამიტომ თვითონ ნავი იარაღი არ არის, უბრალოდ დახვეწილი სატვირთო მანქანაა, რომელიც მიზნის ზონასთან მანძილს ამცირებს. შემდეგ მოდიან ნამდვილი სასიკვდილო მანქანები. ესენი არიან გამოცდილი და სანდო FPV დრონები, რომლებიც უნდა გაეშვას, რაც შეიძლება ახლოს მტერთან და მიაღწიოს საკმარისი ბატარეით, რომ შეძლოს მანევრირება და დარტყმა. იდეა, როგორც ჩანს, ზაპორიჟიას სექტორიდან წამოვიდა, სადაც ომეგას ჯგუფები უკვე მართავდნენ FPV დრონებს რუსული ლოგისტიკისასა და ტექნიკის წინააღმდეგ ფრონტის ხაზის უკან. იქ ისინი აწყდებოდნენ იმავე პრობლემას, რომელსაც ამ ომში საბოლოოდ ყველა ოპერატორი ხვდება. ბატარეები მხოლოდ გარკვეულ მანძილზე ატარებს დრონს, სანამ დარტყმისთვის ენერგია აღარ დარჩება. მაგრამ მიწოდების სისტემით თეორიულად შეგიძლია ეს მანძილი ბევრად გაახანგრძლიო. საზღვაო პლატფორმა ამ პრობლემას მანძილთან დაკავშირებით აგვარებს ისე, როგორც მოწინავე ოპერატიული ბაზა ქვეითებისთვის. მიუახლოვდი მიზანს, სანამ სისტემის ძვირად ღირებულ და მტვრევად ნაწილს გამოიყენებ. ეროვნული გვარდია მიანიშნებს, რომ უკვე ჰყავდა უპილოტო ჯგუფები, რომლებიც სამხრეთ უკრაინაში ამ უფრო ფართო მიდგომით მოქმედებდნენ. პატარა ნავები, FPV დრონები და წყალქვეშა დანაყოფის საკუთარი ტაქტიკური გამოცდილება რუსული მანქანების, ჯავშან ტექნიკის, საწვავის ცისტერნებისა და ელექტროინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. მიზანი ისაა, რომ ასე წოდებულმა ტექნოლოგიამ, რაც დრონებსა და დისტანციურად მართვად სისტემებს გულისხმობს, უკრაინელი მებრძოლების სიცოცხლეები გადაარჩინოს და ამავდროულად გაზარდოს რუსი ძალების განადგურების ტემპი. დანაყოფი მხოლოდ დარტყმითი მისიებით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, ნავის შესაძლო მოდიფიკაციები განკუთვნილია ჩამჯერი FPV დრონების გადასატანად, რაც ამავე კორპუსს მოძრავ სანაპირო საჰაერო თავდაცვის საშუალებად აქცევს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაავრცელა ხომალდის ოფიციალური სახელი ან მისი ტექნიკური მახასიათებლები, ასე რომ ძრავისა და საკომუნიკაციო დეტალები მხოლოდ ფოტოების მიხედვითაა ცნობილი და არა სრული სპეციფიკაციის მიხედვით. მაგრამ ნავის დანიშნულება არ არის ბუნდოვანი. თუმცა საზღვაო დედაგემის კონცეფცია ნამდვილად ახალი არ არის. უკრაინა უკვე რამდენიმე წელია, რაც იყენებს FPV დრონების გადამტან საზღვაო დრონებს. საზღვაო ძალების ბარაკუდას სისტემიდან თავდაცვის დაზვერვის კატრანამდე. რაც ახალია, ეს არის ის, თუ ვინ აშენებს მას. წინახაზის სპეციალური ოპერაციების დანაყოფი, იგივე მყინთავები, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ წყალქვეშა დივერსიულ მისიებს რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ, დააპროექტეს და ააშენეს საზღვაო დრონი კერძო ტექნოლოგიურ პარტნიორთან ერთად, იმის ნაცვლად, რომ დალოდებოდნენ ჩვეულებრივ თავდაცვის ინდუსტრიის პროცესს. ეს არის იმ ტენდენციის ნაწილი, რომელიც სულ უფრო მეტად განსაზღვრავს, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ ომში.
ოპერატორები, რომლებიც იყენებენ იარაღს, თავად ხდებიან მათი შემქმნელები, რაც გამორიცხავს შესყიდვების მრავალ საფეხურს და ცვლილებებს ფრონტის ხაზის სისწრაფით ახორციელებს, სამინისტროს ბიუროკრატიის ნაცვლად. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს ტენდენცია ასე მნიშვნელოვანი სწორედ საზღვაო ომისთვის, უნდა დაუბრუნდეთ იმ წერტილს, საიდანაც უკრაინის საზღვაო დრონების პროგრამა დაიწყო. რადგან ეს არის ისტორია ქვეყნის შესახებ, რომელმაც სრულმასშტაბიან შეჭრას ფაქტობრივად საზღვაო ძალების გარეშე შეხვდა და 4 წლის შემდეგ სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ყურადღებით დაკვირვებად უპილოტო საზღვაო ომის ექსპერიმენტს ატარებს. როდესაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, უკრაინის ტრადიციული საზღვაო ძალები შავ ზღვაში სერიოზულ ფაქტორს არ წარმოადგენდა. მისი ყველაზე ძლიერი ზედაპირული საბრძოლო ხომალდები ომის პირველივე დღეებში უკვე დაკარგული იყო, ან ჩაძირული, რათა ისინი რუსების ხელში არ აღმოჩენილიყო. ხოლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში იყო განთავსებული, აკვატორიას ეფექტურად აკონტროლებდა. ამ ფლოტმა უკრაინის პორტები ბლოკადაში მოაქცია. ოდესასთან ამფიბიური დესანტის მუხარა შექმნა და მცურავი სარაკეტო პლატფორმის როლს ასრულებდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიზნებზე რაკეტებს უშვებდა. უკრაინის პირველი რეალური პასუხი იყო კრეისერ მოსკვას, ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა 2022 წლის აპრილში ნეპტუნის ანტისაზღვაო რაკეტების გამოყენებით. ეს შოკი იყო რუსეთის საზღვაო გეგმებისთვის და პირველი შემთხვევა, როცა მტრის ფლაგმანი ჩაიძირა რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. მაგრამ ეს იყო ერთჯერადი სარაკეტო დარტყმა და არა განმეორებადი სისტემა. უკრაინა სჭირდებოდა რაღაც, რისი მასშტაბურად იაფად და გემსაშენის გარეშე აშენებაც შეეძლო. ეს რაღაც აღმოჩნდა პატარა დაბალპროფილიანი ნავი, რომელიც სავსეა ასაფეთქებელი ნივთიერებებით. თითქმის არ ამოდის წყლის ზედაპირზე, რადარზე ძნელად შესამჩნევია და კიდევ უფრო რთულია მისი მოხვედრა. უკრაინელმა კონსტრუქტორებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რაც მოგვიანებით მაგურას სერიად იქცა 2022 წლის გაზაფხულზე. უკვე ოქტომბერში კი ოპერაციულ მაგურა V5-მდე არსებული ადრეული პროტოტიპი ნავები მონაწილეობდნენ პირდაპირ სევასტოპოლის ნავსადგურზე გახორციელებულ რეიდში. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა. თავდაპირველმა რეიდმა დააზიანა ფლოტის იმ დროისთვის ახალი ფლაგმანი ფრეგატი ადმირალ მაკაროვი, ასევე ნაღმსაწინააღმდეგო გემი. დრონებს იმ ღამით არაფერი ჩაძირულა, მაგრამ რეიდმა დაამტკიცა, რომ კონცეფცია მუშაობს. რამდენიმე იაფფასიანმა უპილოტო ნავმა შეძლო რუსეთის ყველაზე დაცულ შავი ზღვის საზღვაო ბაზაში ღრმად შეღწევა. ამის შემდეგ პროგრამამ სწრაფად განაგრძო განვითარება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველო, ანუ გური, გახდა მაგურას ოჯახის მთავარი ოპერატორი. 2023 წლისთვის ეს ნავები უკვე შორს იყვნენ უკრაინის სანაპიროებიდან. 2023 წლის მაისში სამი მაგურა დრონი დაესხა და დააზიანა ივან კურსი, დიდი რუსული სადაზვერვო გემი, რომელიც უკრაინიდან ასობით მილით იყო დაშორებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ SBUM, გამოიყენა პარალელური საზღვაო დრონების ოჯახი სახელად Sea-Baby და 2023 წლის ივლისში Sea-Baby. დრონებმა, რომლებიც თითქმის 1 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული, დაარტყეს. კერჩის სრუტის ხიდს, რომელიც ფიზიკური და სიმბოლური კავშირია ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ძირითად ტერიტორიას შორის, Sea-Baby დრონები მოგვიანებით გადააკეთეს ისე, რომ შეძლებოდათ საზღვაო ნაღმების დაყენება, რაკეტსატყორცნების ტარება და დამატებითი რუსული ხომალდების დაზიანება ნოვოროსიისკის მახლობლად, მას შემდეგ, რაც ფლოტი იქ გადაინაცვლა. გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც საზღვაო დრონები უბრალოდ შემაწუხებელი საშუალებიდან სტრატეგიულ იარაღად აქცია, 2024 წლის დასაწყისში დადგა. იანვრის ბოლოს მაგურა V5 დრონებმა ჩაძირეს ტარანტულის კლასის სარაკეტო კორვეტი ივან ნოვეცი, ხოლო თებერვლის შუა რიცხვებში მათ ჩაძირეს რაპუჩას კლასის სადესანტო ხომალდი, ამბობს არკუნიხოვი. ეს იყო პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც მტრის სამხედრო გემები საზღვაო დრონებმა ჩაძირეს საზღვაო ომების ისტორიაში, არა მხოლოდ ამ ომში, არამედ საერთოდ. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, პირველი სევასტოპოლის რეიდის შემდეგ, იმ წყაროების მიხედვით, რომლებიც ამ კამპანიას ყურადღებით აკვირდებიან, უკრაინული საზღვაო დრონებისა და რაკეტების ერთობლივმა დარტყმებმა ჩაძირა ან დააზიანა დაახლოებით 2,000 რუსული ხომალდი და 2023 წლისთვის და 2024 წლის დასაწყისში შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ნაწილი სევასტოპოლიდან რამდენიმე ასეუნი კილომეტრით აღმოსავლეთით, უფრო შორს და თავდაპირველად უსაფრთხო ბაზაზე ნოვოროსიისკში გადავიდა. თუმცა ეს დაცვა დროებითი აღმოჩნდა. ეს გადატანა მთელი ომის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგია. ქვეყანამ, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს საზღვაო ფლოტი, შეძლო ბირთვული ძალის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი თავისი ტრადიციული ბაზიდან, სევასტოპოლიდან გაეშორებინა. იმ ნავების გამოყენებით, რომლებიც ცალ-ცალკე თითოეული რამდენიმე ასეული 1000 დოლარი ღირს. ნოვოროსიისკში გადახვეწამაც კი ბოლომდე ვერ გადაჭრა რუსეთის პრობლემა. უკრაინული საზღვაო დრონები განაგრძობდნენ მოქმედების არეალის გაზრდას. საბოლოოდ ისინი მიზნებს ურტყამდნენ უკრაინის მიერ კონტროლირებადი სანაპიროდან თითქმის 500 მილში, ხოლო მაგურას ოჯახი განაგრძობდა შესაძლებლობების დამატებას. 2025 წლის დასაწყისისთვის მაგურა V5 დრონები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ იმით, რასაც უკრაინა ზღვის დრაჩ უწობს, ონს უწოდებს. ძველი საბჭოთა R-73 საჰაერო რაკეტიდან ადაპტირებული ინფრაწითელი დამიზნების რაკეტით და ჩამოაგდეს რუსული Mi-8 ვერტმფრენები, რომლებიც ყირიმის მახლობლად მოქმედებდნენ. ეს იყო პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც საზღვაო ზედაპირულმა დრონმა საფრენი აპარატი გაანადგურა. მას შემდეგ უფრო დიდი ვარიანტი, მაგურა V7 აღიჭურვა საკუთარი საჰაერო თავდაცვის რაკეტებით. ის რაც დაიწყო როგორც იმპროვიზებული სწრაფმავალი ნავი აფეთქებადი მუხტით ცხვირში, დაახლოებით 3 წელიწადში გადაიქცა მრავალფუნქციურ საზღვაო პლატფორმად, რომელსაც
რომელსაც შეუძლია გემებზე დარტყმა, სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმა და საფრენი აპარატების ჩამოგდება. ეს შესაძლებლობების ზრდა პირდაპირ წინამორბედია ომეგა ნავის დედაგემის კონცეფციას. მას შემდეგ რაც უკრაინას გაუჩნდა საიმედო რადარზე ძნელად შესამჩნევი ზედაპირული დრონები, რომლებიც ღია წყლებში გადაადგილებას უძლებდნენ, ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იყო, რომ მათ აღარ მოპყრობოდნენ მხოლოდ როგორც ერთჯერად აფეთქებად მოწყობილობებს და დაეწყოთ მათი გამოყენება სხვა სისტემების გადასატან პლატფორმებად. საზღვაო ძალებმა ეს საჯარო წარმოაჩინეს 2026 წლის ივლისის შუა პერიოდში, როდესაც დემონსტრირება მოახდინეს მრავალფენიანი საზღვაო დრონების ოპერაციის, სადაც მათი ბარაკუდას დრონ-ნავის სისტემა სადამკვირვებლო პოსტს დაესხა თავს. მაშინ როცა სხვა ზედაპირულმა ხომალდმა, რომელსაც დრონები გადაქონდა, სადაზვერო და FPV შეტევითი დრონები გაუშვა. ნავზე განთავსებულ დრონებს შეუძლიათ პატრულირება, სამიზნის დადასტურება და შეტევის განხორციელება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ერთჯერადი კამიკაძე აპარატს, რაც პირდაპირ ზრდის სიზუსტესა და ეფექტიანობას. ამ დედაგემის ტენდენციის მეორე მიმართულება საჰაერო თავდაცვაა და შესაძლოა ომის შემდეგი ფაზისთვის სწორედ ეს აღმოჩნდეს უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ სამხედრო შოუ ყოველდღიური სიახლეებისთვის. 2026 წლის აპრილში უკრაინულმა უპილოტო საზღვაო დრონმა რუსული შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდო, საკუთარი გემიდან გაშვებული ჩამჭერის საშუალებით, რასაც უკრაინა საზღვაო პლატფორმებისთვის მსოფლიოში პირველი შემთხვევა უწოდა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საზღვაო დრონები პრაქტიკული გაშვების პლატფორმაა ჩამჭერის სისტემებისთვის, როგორიცაა სტინგი, ზუსტად იმიტომ, რომ ისინი შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს შეიძლება განთავსდნენ და ქალაქები დაიცვან იმ მიმართულებებიდან და მანძილებიდან, რომლებსაც სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები ადვილად ვერ ფარავენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ ასევე აღწერა შემთხვევა, როდესაც რუსეთის სანაპირო დაცვის პერსონალმა სცადა უკრაინული საზღვაო დრონების ჯგუფის შეჩერება ცეცხლსასროლი იარაღით. მაგრამ ამ პლატფორმამ FPV დრონები გაუშვა, რომლებმაც რუსი პერსონალის რამდენიმე წევრი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. მაგრამ ეს მხოლოდ საზღვაო ბრძოლაზე არ მოქმედებს. უკრაინის დედაგემის ლოგიკა ვლინდება ყველება ელასპეროში, სადაც ის უპილოტო სისტემებს იყენებს. ასე რომ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებისა. ხმელეთზე 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებში უკრაინის 123 ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ გამოიყენეს იმპროვიზირებული სადესანტო ნავი. მან გადაიყვანა ტყვიან ფქვევით აღჭურვილი სახმელეთო რობოტი რუსების მიერ ოკუპირებულ სანაპიროზე, კინბურნის პირზე, მიკოლაივის ოლქში და პირდაპირ საბრძოლო ამოცანაში ჩართო. როგორც იუწყებიან, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვაო პლატფორმამ მიიტანა, გადმოსვა და მისცა სახმელეთო რობოტს საშუალება შეესრულებინა მისია ოკუპირებულ სანაპიროზე. ჰაერში უკრაინული ძალები იყენებენ მძიმე ბომბდამშენის ტიპის უპილოტო აპარატებს, რათა ერთჯერადი შეტევის სახმელეთო რობოტები გადაიტანონ და შემდგომი დარტყმები მიაყენონ რუსულ პოზიციებს. ეს ზრდის ამ სახმელეთო რობოტების ოპერაციულ რადიუსს, ხოლო უფრო დიდ და ძვირადღირებულ ბომბდამშენ უპილოტოებს რუსული საჰაერო თავდაცვისგან მოშორებით ამყოფებს უშუალო შეტევის დროს. თუ ყველაფერს ერთად შევაჯერებთ, ნავები უშვებენ FPV დრონებს და ჩამჭრელებს. ნავები სახმელეთო რობოტებს ნაპირზე გადმოსვამენ. ბომბდამშენები კი სახმელეთო რობოტებს შიდა ტერიტორიაზე აწვდიან და ამ ყველაფრიდან აშკარა დოქტრინა იკვეთება. უკრაინამ შექმნა მთელი ლოგისტიკური ფენა უპილოტო პლატფორმებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანაა მიიტანონ პატარა იაფი და ადვილად შესაცვლელი იარაღი საკმარისად ახლოს, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს, ისე რომ არც ადამიანი და არც ძვირადღირებული რესურსი არ დააყენონ საფრთხის ქვეშ. აქვე ჩნდება კითხვა, ვინ ააშენა ეს ყველაფერი? უკრაინის დრონების ინდუსტრია არასდროს ყოფილა ერთი ცენტრალიზებული პროგრამა, როგორც ეს ტრადიციულად თავდაცვის შესყიდვების სისტემაში ხდება. ეს არის დეცენტრალიზებული ეკოსისტემა, კერძონ წარმოებლების, მოხალისეთა მიერ დაფინანსებული სახელოსნოებისა და ახლა უფრო და უფრო ხშირად წინახაზის დანაყოფები თავად ქმნიან ტექნიკას იმ გამოცდილების საფუძველზე, რაც მათ რეალურ ბრძოლაში თვეების განმავლობაში მიიღეს. მაგალითად, უკრაინელი წარმოებლები, როგორიცაა Frontline Robotics-ი, ამბობენ, რომ თვეში დაახლოებით 20 ჯერაც კი ახდენენ მცირე დიზაინურ ცვლილებებს თავიანთ დრონებში, ხოლო ძირითადი განახლებები დაახლოებით ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება. ეს არის განახლების სიჩქარე, რომელიც თითქმის წარმოუდგენელია ტრადიციული თავდაცვის შესყიდვების პროცესში, დასავლეთის უმეტეს სამხედრო ძალებში. ომეგას მხვინთავთა დანაყოფი, რომელიც კერძო IT პარტნიორთან ერთად საკუთარ ნავს აშენებს, ზუსტად იმავე კულტურაში ჯდება. ესენი არიან ოპერატორები, რომლებიც ზუსტად იციან, სად დაუმთავრდება ბატარეა მათ FPV დრონებს, ზუსტად როგორ რეაგირებს რუსული სანაპირო დაცვა დაბალ, სწრაფად მოძრავ კორპუსზე და ზუსტად რა სჭირდება მხვინთავთა ჯგუფს მხარდამჭერი პლატფორმისგან სპეციალური ოპერაციის დროს. და იმის ნაცვლად, რომ მოთხოვნები დაეწერათ და დაეცადათ, ვინმე სხვა ააშენებდა, თავად ააშენეს. უკრაინის საზღვაო დრონების პროგრამამ ასევე დაიწყო იმის ფორმირება, თუ როგორ ფიქრობენ სხვა სამხედროები ამ ტიპის ომზე, რაც თავისავად მიუთითებს იმაზე, რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგია იმ პირველ არასტაბილურ პროტოტიპულ შეჭრებთან შედარებით სევასტოპოლის ნავსადგურში. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა შეიარაღებული უპილოტო ზედაპირული ხომალდები პირველად გამოიყენეს ბრძოლაში ირანში ჩატარებული ოპერაციების დროს და მანამდე აშშ-ში სპეციალური ოპერაციების ძალებმა ფილიპინებში ჩატარებული
გამორთნების დროს უკრაინული მაგურას საზღვაო დრონები გამოსცადეს რეგიონში, რომელსაც საკუთარი აშკარა ინტერესი აქვს იაფ, სწრაფ და ძნელად შესამჩნევ საზღვაო დარტყმის ხომალდებში. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ მაგურას ოჯახი ან მისი წარმოებულები მალე გახდება აშეთეშითის საზღვაო ძალების სტანდარტული აღჭურვილობა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ოპერაციული გაკვეთილები, რომლებიც უკრაინამ გამოიმუშავა, როცა ბევრად უფრო დიდ საზღვაო ძალებს ებრძოდა თითქმის საკუთარი ფლოტის გარეშე, შესწავლილია. და სულ მცირე ერთ შემთხვევაში ქვეყნის ყველაზე დიდმა სამხედრო მხარდამჭერმა ისინი პირდაპირ გადაიხო. ეს უკრაინისთვის საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაა. ამ ომის უმეტეს სფეროში უკრაინა დასავლური ტექნოლოგიებისა და დოქტრინის მიმღები იყო. საზღვაო დრონების შემთხვევაში ეს ნაკადი ნაწილობრივ შებრუნებულია. ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ, რა არის კატრანი და ბარაკუდა, რადგან ორივე სახელი ხშირად არაზუსტად გამოიყენება ამ ამბის გაშუქებისას და ისინი ერთი და იგივე არ არის. კატრანს მართავს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის დირექტორატი და მაგურას ოჯახის მსგავსად ძირითადად დამოუკიდებლად მოქმედებს როგორც დარტყმითი და სადაზვერო პლატფორმა. ბარაკუდა ეკუთვნის საზღვაო ძალებს და თავად საზღვაო ძალების 14 ივლისის დემონსტრაციის მიხედვით ის სპეციალურად დედაგემის როლისთვის არის შექმნილი. პირდაპირ უტევს სამიზნეს თავისი ბორტული სისტემებით და შემდეგ უშვებს დაქვემდებარებული FPV დრონებს შეტევის გასაგრძელებლად. ომეგა ნავი უფრო ახლოს დგას ბარაკუდას კონცეფციასთან, ვიდრე ერთმიზნობრივ დარტყმით დრონთან, როგორიც იყო მაგურას ადრეული ვარიანტები. პირველ რიგში გადამზიდავია, შემდეგ კი იარაღი. რაც მას გამოარჩევს ორივე სამთავრობო პროგრამისგან, არის მხოლოდ მისი წარმოშობა. საბრძოლო დანაყოფის ინჟინრები, რომლებიც კერძო პარტნიორთან ერთად მუშაობენ ფორმალური შესყიდვების არხის მიღმა. ასევე ღირს აღინიშნოს, რამდენად სწრაფად იზრდება ეს ეკოსისტემა უფრო ფართო მასშტაბით. უკრაინამ 2025 წელს დაახლოებით 10,000 სახმელეთო რობოტული სისტემა აწარმოა. 2026 წლისთვის მიზნად ისახავს დაახლოებით 50,000, რაც ერთ წელიწადში 5-ჯერად იზრდაა. თავის მხრივ ევროპის კავშირი მოძრაობს იმისკენ, რომ ოფიციალურად დააფიქსიროს მხარდაჭერა სწორედ ასეთი ტიპის საწარმოო ბაზისთვის. 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს დრონების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას, რათა უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს გაუადვილდეთ ერთობლივი საწარმოების შექმნა. და ევროპულმა კომისიამ დაიწყო პარალელური ევროკავშირი უკრაინის დრონების ალიანსი, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, მკვლევრებსა და შეიარაღებულ ძალებს ორივე მხრიდან. მისი პირველი შეხვედრა, რომელშიც 18 დამფუძნებელი წევრი მიიღებს მონაწილეობას, ბრიუსელში სექტემბერში გაიმართება. ამ თანხიდან ან პოლიტიკურ ჩარჩოდან არც ერთი არ აშენებდა ომეგას ნავს უშუალოდ. ეს ხომალდი გაჩნდა მღვინთავთა დანაყოფისა და უკრაინული IT კომპანიის ინიციატივით, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობდნენ. მაგრამ ეს უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელშიც ეს ისტორია ვითარდება. ომის დროინდელი ეკონომიკა, რომელმაც ისწავლა ფრონტის ხაზზე იმპროვიზაციის აღქმა, ახალი იარაღის ლეგიტიმურ წყაროდ და არა როგორც რამე, რაც უნდა ცენტრალიზდეს და შენელდეს. რეალურად რა მდგომარეობაშია რუსეთის პოზიცია შავი ზღვის რეგიონში 2026 წლის ზაფხულისთვის. ძირითადი სურათი დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ფლოტი ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, მაგრამ ზეწოლა მუდმივად იზრდება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტს იძულებული აქვს მუდმივად დააკორექტიროს თავისი ოპერაციები და ომის ადრეულ პერიოდთან შედარებით შავი ზღვის მასშტაბური მოქმედებების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. რაც ასევე შეიცვალა, არის საფრთხის ხასიათი, რომელსაც რუსეთის ძალები ამ სანაპიროზე აწყდებიან. ადრე საკმარისი იყო დიდი სამხედრო გემების მოშორება, რამდენიმე ცნობილ დრონების გაშვების წერტილიდან. ახლა რუსეთის დამგეგმავებს უწევთ გათვალისწინება მცირე ნავებისა, რომლებიც შეიძლება ატარებდნენ ასაფეთქებელ ტვირთს, FPV დრონების ჯგუფს, ჩამჭერ დრონს, სახმელეთო რობოტს ან ამ ყველაფრის ნაზავს. ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერის მიერ იყოს გაშვებული. საზღვაო ეკიპაჟებიდან დაწყებული, სადაზვერო ოპერატორებითა და დამოუკიდებლად მოქმედი სპეციალური ოპერაციების მღვინთავთა დანაყოფით დამთავრებული. სწორედ ეს არაპროგნოზირებადობაა ის სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც უკრაინამ აქ შექმნა. ტრადიციული საზღვაო ფლოტი ძვირია, გაფართოება ნელა ხდება და ადვილად დასაკვირვებელია. მცირე იაფი და მიზანმიმართულად შექმნილი პლატფორმების განაწილებული ეკოსისტემა, რომელიც თავად მათი მომხმარებლების მიერაა დაპროექტებული, ამ თვისებებს არფლობს. და ომეგას ახალი დედაგემი იმ ტენდენციის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომელიც შენელების ნიშნებს არაჩვენებს. მაგრამ ამ ყველა ტაქტიკის ნამდვილი მიზანი შესაძლოა არც კი იყოს რუსული ფლოტი, არამედ ოკუპირებული ყირიმირიმი. და იქ უკრაინა უფრო თამამ ნაბიჯებს დგამს. იმდენად, რომ ზოგი ანალიტიკოსი მას თითქმის საკუთრადაც კი მიიჩნევს. მეტ ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ყველა სიახლე დროულად გაიგოთ.